ახლა დღის სხვა სიახლეებით თბილისში ფილიპ გორდონის ვიზიტი რძელდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადრილე ქართულ ჟურნალისტებს შეხვდა და ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა. არ არის სავალდებულო ორ ლიდერს ერთმანეთი მოსწონდეს, მაგრამ მათ კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას პატევი უნდასენ. ამ სიტყვებით გორდონი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო მდივნის მოადრილის განცხადებით, სწორედ ასეთია საერთაშორისო თანამეგობრობის მოლოდინი. გარდა ამისა, მედიასთან გორდონმა ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის ქარტიის მნიშვნელობასაც დაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობას მიესალმება. I encourage both sides to continue to work together. უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია ახალი მთავრობაა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია. მოუწოდებთ მათ, რომ იმუშაონ ერთმანეთთან. არ მოემსახურება საქართველოს ინტერესებს თუ საერთაშორისო თანამეგობრობას დარჩება შთაბეჭდილება, რომ აღიარებული თამაშის წესების პირობებში მშვიდობიანად გადაცემულმა ხელისუფლებამ ბალანსი დაარღვია. სწორედ ამ ბალანსს უნდა გაუსვას ხაზი ახალმა მთავრობამ. ადამიანები უნდა წარსდნენ კანონის წინაშე თუ დარღვევები აქვთ, მაგრამ არ უნდა დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშწორება. ამჟამინდელი საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან მგრძნობიარე იმ აღქმის მიმართ, რაც შეიძლება დაკავებების პროცესს მოყვეს, რომ ეს არის ანგარიშწორება მტრების მიმართ და არა კანონის აღსრულება. თუ დავინახავთ, რომ ადამიანების დიდ ჯგუფს აპატიმრებენ არაგამჭვირვალე გარემოში და არ არის ახსნილი თუ რატომ არ არის მტკიცებულება წარმოდგენილი და დაცვისთვის არ არის შესაბამისი შესაძლებლობა მოცემული, ერთი სიტყვით ეს ატარებს პოლიტიკური ანგარიშწორების ხასიათს. ეს არ მოემსახურება საქართველოს ინტერესებს. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, შეერთებული შტატები ცდილობს უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან და არ ეთანხმება მას საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მიგვაჩნია, რომ რუსეთის სამხრეთ ოსეთში ყოფნა არღვევს 2008 წლის აგვისტოში მიღწეულ შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს იგივე ხედვა და იგივე წითელი ხაზები, რაც საქართველოს მთავრობას. გსურს რუსეთის ძალებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და თქვენს ქვეყანას შეუძლია სურვილისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ალიანსს. და საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ფილიპ გორდონმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება, ნატოს აქვს იმის ფუფუნება, რომ ალიანსში არადემოკრატიული ქვეყნები არ მიიღოს, აცხადებს სახელმწიფო მდივნის მოადრილე. რა შემთხვევაში იქნებოდა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძირგამოთხრილი? გორდონი ამბობს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ EUTHO სადამკვირვებლო მისია იტყოდა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო დემოკრატიული და მთავრობა მანიპულირება მოახდინა. გორდონი ამბობს, რომ ნატო პირველ რიგში სწორედ დემოკრატიის ხარისხს დაითვალისწინებს. Evolution of Georgia's democracy. საქართველოს დემოკრატიის ევოლუცია არჩევნების შემდეგ ძალზე მნიშვნელოვანია. ისეთი კითხვებისთვის, როგორებიცაა ნატოში გაწევრიანება, მაპი და თავისუფალი ვაჭრობა. როცა ქვეყნები გადაწყვეტილებას იღებენ ნასახის ურთიერთობა უნდა ალიანსთან, ალიანსის სვამს კითხვას, რა ქვეყანაა ის? ნატოს წევრები საკუთარ თავს ეკითხებიან, გსურს ჩვენ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიულ ალიანსში. კონკრეტულად საქართველოს რაც შეეხება, თუ პარტიები საქართველოში არ მიყვებიან თამაშის წესებს და არ მუშაობენ კონსტიტუციური დებულებებით, არამედ იმის მიხედვით, ვის უფრო მეტი ძალა აქვს ნატოს ქვეყნებისთვის, ეს იქნება სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, სჭირდება თუ არა ალიანსს ასეთი ქვეყანა. ალიანსის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას რა ფორმატში უნდა გაგრძელდეს საქართველოსთან ურთიერთობა, ეს იქნება მაპი თუ სხვა, გათვალისწინებული იქნება დემოკრატიის ხარისხი.